მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დამსწრეს საზოგადოებაო. ეთერშია პატა და ნიკას შოუ. რატომ? იმიტომ რომ ხუთშაბათია. საღამოს 10 საათია დიახ, ასია და ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და ქეიფის და დროს ტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოშიტაში. კი, აი ასე თეატრალურად დავიწყეთ ჩვენი მონოლოგი. რატომ? იმიტომ რომ როგორც იცით 7 თებერვლიდან იხსნება პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი ახალი პიესით იქაური აკაურები. მაგრამ შემონიკოლოს თვის ბოლომდე ბილეთები უკვე გაყიდულია. დარჩა 27 თებერვლის ბილეთები. რამდენიმე ისიც და იჩქარეთ. გთხოვთ. როგორც თავში აღნიშნე, როგორც ამასინათ აღნიშნე, ჩვენ ვაგირებთ ბატონო. უნდა იყიდოთ ინტერნეტით ეს ბილეთები. კი ბატონო, და აქვე პაატა დავსძენ იმასაც, რომ ამ შაბათს და კვირას კომედი არხზე საღამოს 8 საათზე სერიალ მიხოდა მაროს ახალი სერიები უნდა ნახონ ჩვენმა ტელევიზორში. კი ბატონო, ესე შევახსენოთ? არ არის საჭირო ისედაც იციან, მაგრამ ჩვენ მაინც ვალს მოვიხდით და შეგახსენებთ. შაბათს და კვირას საღამოს 8-ზე კომედი არხზე მიხოდა მაროს ახალი ძალიან სასაცილო სერიები. კი ბატონო. ახლა კი გადავიდეთ ამბების მიმოხილვაზე და დიდი სიამაყით მინდა გაუწყოთ, რომ 2026 წლისთვის ევროპის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზე. ხედა, ხსნით თეატრს და დაეწყო ტურიზმს. აბა, ეს მეორეზე რატომ არის? პირველზე რატო არა ვარ? ვაცადე ბატონო. გაიხსნას ჩვენი კომედიის თეატრი და გადავა პირველზე. რა მოუწია? კი ბატონო, დავიცდი. არ არის პრობლემა. თან პირველზე რომ გავეყვანეთ, დაგვიწყებდნენ მერე საკისრებელი გაქვთო და აღარ მინდა გენაცვალი ამდენი დალევა და მართლა აღარ შემიძლია. მონოლოგისთვის კი არ ვამბობ, მართლა აღარ შემიძლია. ისე მაგას რო იკვლევდნენ, 1-2 სუფრით მეტი რო გაშლილი იყო და იქაც დალეული იყო საქართველოს სადღეგრძელო, პირველზეც ვიქნებოდით მე ასე. აღარ შემიძლია მეთქი, მაგრამ კაი. ჩემი თბილისის ხათრით თელთვიას გადავაბავ, რაზეა საუბარი. კი ბატონო. უბრალოდ ხაშურებმა მოიდობეს და რა, პირველზე არიან? გადავიდეთ სხვა თემაზე. მოკლედ გერმანიაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცხრის ფარაშენჭი. რა საოცარი გადასვლა. რა ვქნა. მაგრამ ეს ჩემო კარგებო მართლა მოხდა, არ გატყუე. კი ბატონო, მაგრამ რატომ შეცვირდა, რა უნდათ? არ ვიცი, ალბათ ცხრის ხორცზე დაბალი ფასების გასაპროტესტებლად იყვნენ მისულები, არ ვიცი. ხო, ხორცის განყოფილებასთან ერთ სხვას ტირილი დაუწყია. ბებია ჩემს თუ აქ მაკავდიო, არ მეგონა. და ტანსაცმლის განყოფილებაში ერთ-ერთი ცხვარი საათ ნახევარი აკვირდებოდა შალის სვიტრებს და ისიც აბღავრებულა. კლაუდია მატყლზე გიცანია. მე ის მაინტერესებს, იყიდეს რამე, ანუ ამ ფარამ დახარჯა ფარა. ეგ არის, მაგრამ აი ერთი ცხვარი დარჩა და ახლა მწვანილის კონტროლის განყოფილებაში მუშაობს. უთქვამს ახლა ცოტა კი მაჟრიანებს ტარხურის დანახვაზე, მაგრამ სამაგიეროდ კაი ხელფას სიმაღლე. ეგ კარგია, მაგრამ ეს შევარდნა მაინც რა წესია. სულ ვიძახდი სუპერმარკეტში დაცვის, მაგივრად გელი დააყენე. გერმანელები ხო ის რა ჯიუტი ყავთ. კი, გელი კარგია, მაგრამ რა არიცი, აი მგელი მაინც ცოტა ზედმეტად კაც. ისე კომპლექსი ვარ გაუგზავნოთ რას.
კარგი დავანებოთ მაგას. თავი კიდევ ერთი საოცარი ამბავი. აბა გისმენთ? ქალმა საქორწინო ბეჭედი დაკარგა. ქმარმა ახალი არ უყიდა და 48 წლიანი ძებნის შემდეგ მაინც როგორი ინტერესიანი და ჟილკიანი კაცი ყოფილა. ჟილკიანი კი რა მე ჟმოტს უფრო დავარქმევდი. მაგ ქმარმა 48 წელი ოქროს ფასის ზრდას უყურა და მიხვდა რომ ძებნა უფრო იაფი უჯდებოდა და არ მოხდა ეგრე? ცოტა შორის რა ღირს ახლა ოქრო? ძვირი ძალიან და მართალიცა ეს კაცი ხო და თუ ბეჭედს დაკარგავთ, ნუ ინერვიულებთ. უბრალოდ 2074 წლამდე მოიცადეთ და მოგებაში დარჩებით გეუბნებით. მოკლედ გახარებულმა ქმარმა ცოლს უთხრა თურმე შენ რომ ბეჭედი დაკარგე 48 წლის უკან ის გიპოვნეო და ცოლს უკითხავს რომელი ხარ შენ? იმხტრო და იმ ჭიამაიამაც ხო გაპოვნინე ეგ ბეჭედი და ახლა მაინც გამიშვი შენი არ გინდა გერმანულად თუ გერმანულად კი ბატონო თურმე ბრაზილიის ციხეში თითოეული წაკითხული წიგნისთვის სასჯელი 4 დღით მცირდება. როგორი ამბავია მითხარი? გადასარევი. კაც რო კითხავენ ზონაზე, რაზე ხარ ძმაო? ბანკი გავძარცვეო. რამდენი მოგცეს? 10 წელი. ეგ არაფერია, 912 წიგნის ბაზარია, სულ და გარეთ. ციხიდან გამოსვლისას საკითხული შინაარსი თუ კითხეს და ვერ მოყევი, 2 იმდენს გიმატებენ. აფერისტომის. მაგას ვიგაბედავს შემოპაატე. ეგ კი არა ერთმა თურმე იმდენი წიგნი წაიკითხა, მეორე დრამე რო დააშავოს აღარ დაიჭირა. ესე იგი გინდა ბრაზილიის ციხე გამოგივლია და გინდა ოქსფორდი დაგიმთავრებია. ნაკლებად განათლებული კი არ გამოხდა. კი და ადრე თუ ნაკოლკებით გამოდიოდა ხალხი ციხიდან, აწის სათვალეებით გამოდიოდა. კარგია. უმეტესობას დოცენტის ხარისხსაც კი აძლევენ და ნებისმიერ უნივერსიტეტში აქვს ლექციების წაკითხვის უფლება. მთავარია სტუდენტები არ დააღაჩაღონ. ახლა უნდა გითხრათ გადასარევი ამბავი. გისმენთ? ეს მედიცინა ხო სულ ვითარდება და ზოგჯერ რადიკალურად ტრიალდება ყველაფერი. მოკლედ, ქართველი ექიმები ამბობენ, რომ ღვიძლისთვის ძროხის ხორცი უფრო მავნებელია ვიდრე ღორის. ყველში ვიცხოვრი. ანუ რა გამოდის? ხაშლამის ქვაბს უნდა ეწეროს, ხაშლამის ჭამა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. არა იქნება რეცეპტიც მომთხოვენ ხაშლამის ვერ გავიგე. გადამრევენ რა ეს ექიმები მოიცაკაც. რა ქნან ახლა ამ ექიმებმა? ცოლები ეჩხუბებოდნენ ამდენ წვათს რომ ჭამ, მავნიაო და დადესაგერ დასკვნა. მოკლედ რა, თვითონ ამ ღვიძლზე ფიქრობენ და თვითონ ღვიძლს კი არაფერს ეკითხებიან, კაცო. იქნება და მოსწონს, რასაც ვაც, რატომ უგრძალა? არ ვიცი რა. მე ამჯერა ასეთი რაღაცების ამჯერა. ქართველი ექიმები ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ გააჩნია სად მოისმინეს, კაბინეტში თუ სუფრაზე. 6-მდე თუ მოისმინეს კაბინეტში და 6-ის მერე სუფრაზე როგორც. მაგრამ ეგენი ხო იცი, 6-ის მერე არ სვავენ. საათის? არა კაცო, ყანწის. ისე ნეტად ძროხებმა თუ იციან ღორებზე მავნებელი ხორცი რო ქონიათ, არ უთხრათ ჯობია. გადაირებია საწყლები. ხოდა მაგაზე გამახსენდა ზუსტად აღმოუჩენიათ ძროხა, რომელსაც შრომის იარაღების გამოყენება შეუძლია. გადაირები კაცი. გადაირები. დღემდე არ ვიცი არც ერთი იარაღის გამოყენება და ძროხა რო გაჯობებს, რა ვიცი, არ ვიცი. ანუ რას ამობრო? ბარი, თოხი, ნიჩაბი, ყველაფერს, რა ჯობია რომ სადილობდა ძროხა ტარხუნას და პრასრო მოგაწდის, შემოყვანილიაო, ჭამე, ფაქიზოს დაკრეფილი, გიტარები დამწვანილი, შენიერია, აბარა. ესე იგი, კაციც ეგაა, სახლში ქალის და ძროხაც. უბრალოდ ერთი ცუდი ჩვევა აქვს. რამეს რო აიღებს, თავის ადგილზე აღარ აბრუნებს. საბაგერო ჯიქნები აქვს ბევრი. როგორია? საინტერესოა. ამ ძროხის ხორცის სვნებს ღვიძლს, აი კონკრეტულის. განგაგიდეს. ეგ ახლა ალბათ ტელევიზორთან ზის და გვიყურებს. სკდება ზვილი, თახა დარწმუნებულია. არ მითხრა, დილაობით სანამ ნახიში წავა, ბავშვებს ტოვებს სკოლაში. თორე გადავირევი ნამდვილად რა. ახლა უარეს საოცრებაზე უნდა გადავიდე, ჩემო კარგებო. მეცნიერების დაკვირვებით, მდედრი ბაღაყები სულ მაინტერესებდა ეს.
მდედრი ბაყაყები, რომლებსაც შეწყვილება არ უნდათ მამრებთან, რომლებიც ფიზიკურად არ მოსწონთ, თავს იმკვდარუნებთ. არსებობენ ლამაზი ბაყაყებიც. არც ისეთი ლამაზი ბაყაყებიც არსებობენ და ლამაზებიც. გადაირევი რა. კი და შედარებით ჭკვიანი მამალი ბაყაყები ალბათ დეფიბრილატორებით დადიან პაებაზე. მოიგდარუნებს თავს დედალი. ზგაპ და წამოახტუნებს ეხზე და მიდი. ანუ ბაყაყების სცენაზე ეს თავის მომკვდარუნება ნიშნავს თავი მტკივა დღეს. ალბათ ხო? ბაყაყი ეძახე და ჰოლივუდის მსახიობის ნიჭი ქონია. ხო, კიდევ კარგი ზღაპრებში რომ ბაყაყებია, იმათ არიციან ეგრე, თორემ დავრჩებოდით პრინცესას გარეშე. ბაყაყები კი და დედალ ხრიკებსაც სხვა წესი ქონიათ. მოკლედ, მამალი ხრიკი თუ არ მოეწონათ, ბოხმაზე იწყებენ ლაპარაკს. ისიც მამალი რო ეგონოთ და თავი დაადებენ. გაიგე? სანადი წავიდე. ეგ უფრო ჭკვიანური მგონია. ახლა ამ ამბავს ზოოლოგიის ახალ სახელმძღვანელოებში ჩაწერენ ვითომ რას ფიქრობ? იმედია, თუ არა და ინტერნეტში ხო ნახავენ ბავშვები. რაღაც დახავენ. რატო? სკოლებში გაკვეთილებზე ტელეფონის გამოყენება არა მარტო მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც ეგზალებათ. არ არის ეს ცუდი ამბავი, მაგრამ უბრალოდ გადაირევიან მასწავლებლები. რა ვაკეთოთ ამ გაკვეთილზე? არ ხელფასის დღეს მაინც გამოვიყენებთ, ჩარიცხვა რომ ნახოთ. რა კარგი ტრენდები მოაკლდება TikTok-ს. კარგი რა. რასი სასტიკია. იმედია მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ამ იდეის ავტორი Facebook-ზე უკვე დაბრუნდეს. ის აი ეგრე. ისი ახლა ვიხსენებ ტელეფონი სკოლაში ჩვენ დროსაც აკრძალული იყო? ჩვენ დროს იყო რუბიკ კუბიკი აკრძალული განსო და ლაგატკები რა ხო გამახსენდა სულ მერევა ეგერი ერთმანეთი და მიმოხილვას ერთი საინტერესო ამბით დავამთავრებთ მეცნიერების კვლევით სიმღერა ჯამრთელობისთვის კერძოდ კი ნევროზისთვის, ფილტვებისთვის და ზოგადად კარგი განწყობისთვის ყოფილა ძალიან კარგი. მაშინაც კი, როცა სმენა არ აქვს. ბოლო ფრაზა გამეორე. მაშინაც კი, როცა სმენა არ აქვს. შენ გაიხარი ამ ბოლომ დამამშვი. გადასარე. სხვათა შორის. სხვა რაღაცეებისთვისაც სასარგებლოა. რაც სიმღერა დავიწყე, არც ერთი მწერი აღარაა სახში. პრინციპში აღარც ოჯახის წევრია. გადავიდე სიდედრთან. ცუდია? კი. კარგია. სიმღერა ხსნის სტრესს, უბრალოდ ამ დროს ოჯახის წევრები ისტრესებიან და რაქნა. სხვათა შორის ერთ რამეს დავაკვირდე. როცა მანქანაში ვღერი, გვერდზე გაჩერებული მძღოლები შუშას სწრაფად წევენ. კი, კაცო. აი, რაც აუმღერდით, მოვედით ჯანზე. ხო გვიყურე? ან რა თუნდა ამას ბევრი კვლევა ქართულ ესტრადას შეხედეთ და მიხვდებით რომ ეგრეა. ვერ არის ან კაშები, ვით, ვენაცვალე მე მაგ. არ ქსოვრელებს შეხედეთ აგენ? ბუთხნიან, ვიჭები ყველა. შეგენაცვალე, როგორი ბადრიჯნის ფერები გადაკრავთ. ამის გარდა. ამაშია საქმე. ჯანზე რო იყო დღეში 1 2 3 4 კილომეტრი კი უნდა იმღეროთ, აბარა. ჩვენ კი ვიმღერებთ, ჯებო პაატა, მაგრამ ამ ხელოვნურ ინტელექტს რა უნდა? ეს გადამეკიდა და ქართულ პოეზიას და გვიმღერის აქ, მარაგები შლიდნენ ბანაკს. აი, ნუ რა არის, ვერ გავი, რა ვიცი, ჩემონიკა. ავალებენ და ისიც აკეთებს. პრინციპში რაქნას მაგანაც კი მიშლის ნერვებს. შეოჯახა შენებულო. ყველას კი არ უნდა დაუჯერო, მე არჩიე რამე ისეთი რო იმღერებოდეს. ან მუსიკას სწორად შეურჩიე, ვინახარ ასეთი უნიშა. რაიტიშნიკ მაგშობა შეოჯახა შენებულო. ისე შენ ერთი ხელოვნური ინტელექტი, მომხედე აქეთ. შენ თავი მართლა მაგარი ხوار გონია, რა უნდა ბიჭო ერთ ლექსზე სიმღერის გაკეთებას. ტექსტი გაქვს, მუსიკა გაქვს, მიწევ, მოწევ, შეცვლი რაღაცას და გვიმღერი ხარ აქ. ერთი და იგივე ხმაზე. შენ თუ მაგარი ხარ, მოიდობე ცოტა, ამდენი ხელოვნების ნიმუში გვაქვს ქართველებს. დამიქსე, არჩიე, დაფიქრდი წესიერად.
სხვა რა საქმე გაქვს და უკეთესი გამოგივა შეუჯახეჭერებ. გამოუარა ის. დამიჯერე ძმაო, ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს აჯობებს ადამიანს. შემოქმედებაში და ვერაფერში. ბოლო-ბოლო ხო ადამიანი შექმნილია. კი ბატონო, მასია რა იცის მაგარ პოეზიის. რა ვქნათ ახლა იცი კუიში? ახლა ჩვენ ავდგეთ და ჩვენ შევთავაზოთ ქართული პოეზიის ნიმუშებისგან შექმნილი მუსიკალური კოლაჟი. მაყურებელსაც და ხელოვნურ ინტელექტსაც. და მე შეერწყება და აჩუბებს ენას. ეგ რაღაცა ხელოვნური ინტელექტი თუ რა ვიცი, რა ვიცი. კი აღირსი მე თუ მკითხა. მოდი მივცხოთ აბა ერთი. კარგად მოგვისმინა. ბიჭო, ნუ იყურებითო ხელოვნური ინტელექტი, აქეთ უგვიტრია. რატო აგვიანებს ან ცხელები სად არიან? მოდი რა ვქოთ იცი? მოდი ამ ფიალით იმ კაცს გაუმარჯოს ახლა ცივებს რომ შემოიტანს გამიგე და ცხელების მალე იქნება ორო იტყვის ხო? ეგენაცვალები აბა ვიცრეული მომადგეთვალ და რა გავკრა და ვიცხოთ ახლა კეიფი მაგას არ ველოდები ჩემო მეგობრებო, მინდა უბრალოდ თქვა, ყანწი მშვიდობის სამეთქი. შეგენაცვა. აბა რა, მშვიდობა და ალავერდი არ მოგიშალოს გამჩერმა ღმერთმა შემოზამიკო. ალავერდი რას ნიშნავს, კაცო? რის თქმა გინდა ეხლა მაგას. შენაპირებ დღეს თამადობას თუ რა, მე წყვილად მოვედი აქ, ვერ ხედავ რა სიტყვა გამოვთქვი. ყანწი მშვიდობის. მეიცა, აბა სადაც მე ვარ, რიგ სხვა რანამუსით გამედავ, ვიო თამადობას. რევსიცახი, ნუ გამაგიჟე, კაცი დაბადებამდე ვიყავი თამადა. მე რო გავჩდი, ბებია ქალს, ბიჭიას ნაცვლად, ანციაო დაუძაღია და შენ რა თამად, ჯერ ესეთი კახელი კაცი ვარ, შენ იმერი რანარი თამადა. ანუ რას ამობთ ახლა თქვენ? მეტყვილა მონაქცია მოსული? ვაიმე? კაი, არ ვიდაოთ მაგაზე წინასა, ვისაც აირჩევს აგერსას და ის იყოს თამადა. ეგზიტ პოლების მიხედვით მე ვლიდერობ, ისე რო იცოდი. დააჩქარი ხარ შენ. დააჩქარი ხარ, გეუნები მე შენ. ძალიან ჩქარი არა ისაო, ჯერ ბიჭო საერთოდ. შენ რა პრეტენზია აქვს ამას თამადებს? შავყურისფერი ღვინო რო გექნება, კაც. რა ვიცი, არ ვიცი კიდეც, არ ვიცი. და საერთოდ დავიწყოთ უკვე. მოკლედ, ჰაშლამა აქ ვარ. ქები ხაჭაპური აქ არის. გებჟალია აქ არის და აგერ ნაზუქიც აქ არის. აბარა, როგორ აღმა დავიწყოთ? ეხლა რას გეტყვით თქვენ იცით? გებჟალიას მე შინაურები მეძახიან გამიგე? თორე ხალხში ეხლა როგორ უნდა მითხრათ იცი? ბატონი ელარჯიო ესე უნდა მითხრათ მე ჩემი სახელი აბარა. ეგ გავიგე, მაგრამ აი ნატანჯის სახე რატო გაქვს? დედა, ნუ გამახსენ. გუშინ იმგენი დავდიე ხო? მე კიდე ხომ ჩუბის დავდიე. დალევდა შამპუნს რო დალევ, ცუდად გახდები. მე ისეთი თამადა ვარ, ჩემო ძმებო და მეგობრებო, ძალიან კარგად ვიტანს ასეთს. ჭიქებს, ჰიარებს, ჭინჭილებს. მაგრამ ის კრავიტი არ მიყვარს, ტკივნეულია რა, საბინაკერი მადებს თავზე და რაღაცა ვერ ვიტან რა. მე მომისმინე რა დამადოვასე ველაპარაკებდი. ერთხელ პირველი სადღეგრძელო დავლია 7 ლიტრიანი ხანძი. და მე გადავედი 150 გრამი ჭიქებზე. რა სიძახი 150-აზე რა არის 150? საავადმყოფოში მოვხვდი და ექიმა მითხარ. თითო ამ 150 გრამის სითხეულები აღოლო, გაიგე? და მე რას მედრებით თქვენ ბიჭო, 3 თვემა გადაბმულად ნათამადები. პირველი 2 თვე რესტორნის კუპეში ბიჭებთან და ბოლო 1 თვე საავადმყოფოს პალატაში პაციენტებთან. მოდი ბიჭებო ჩვენ საქართველოს გავუვართ. ზაგარი გამიხეთქა გულ. სიგეთე სიკარული ჯანმრთელობაა.
ერთად ყოფნა თითოეულ ჩვენთანგანსა, რავი? გაგვიმარჯოს მაგრად ვიყო. ათ სამხედრო გულის და ესე გვიან იწყებდეს. აბა ყველაფერი ერთ სადღიზელო მოიცადო, აქ ვზივარ და იმერე ვფიქრობ, რაც აქ ვზივარ, ძმაო, რომ გარეთ ის იმხელანავი ვისი არის ხოდას. რა ნავი ვიო ნავი კი არა მაგრამ გასხოვებული არის მე მოვათრი ეცაგა მე შემოვიტანო მე რომელი საათი ახლა თუ იცი ერთი რომელია? მაგასაც ძმაო ჩემ ჭიქაში ვიტყვი. შენ ზოგადად ვიო ყველა სადღეგრძელოს აფორიზმით ვამთავრებ ვიო რო იცოდეთ ხო და ერთხელ რა დამებართა ქორწილში რო დავიწყე ვიო სადღეგრძელოს თქვა ერთი აფორიზმი ვერ გავიხსენე ვიო ვერაფრიდან თავიდან ბოლომდე წევიკითხე ზეპირად ვებხისყავს იცის ო მოიცა ეხლა არ მითხრა რომ ხალხი ბოლომდე გისმენდა. ნუ ახლა ეგ აღარ მახსოვს ზუსტად იმიტომ რომ რო დავამთავრე ხალხი ნებედოდომას კლუბების შეძენას ლოცა დაუგა შეკინასა. მე აბა ერთხელა იმ ხელას უბრალოდ ვიყავით ამა და გადაჭიმული იყო ნიკოპსკიდან და რუბადა. შენ თუ მე-12 საუკუნიდან თამადობს ხო? კაისტაში გამო ერთხელ ერთ რესტორანში იყო ორი სუფრა გაშლილი ქორწილის და გასვენების ორივეგან თამადა ვიყავი სხვათა შორის. არავინ ბენდი ქორწილში ვთამადობდი, გადამოვირბენდი გასვენებაში. რა იაღლიში კი მომივიდა მე გასვენების სუფრასთან ამერია და სადღეგრძელოს შემდეგ ვთქვათ ცეკვავ და სამომეძახა და არა, ბევრი არაფერი ორი ნეკრი მარტო. მე აბა იმ დღესა პატარა დისპექსას მე ლიდავლია სადღეგრძელო. მაგრად ვინანეზა. მე და თავიდანვე მეკითხა ბეგიზომა ვიო 45 მოვა შეიძლება ორი კიტრაგვინო ჩავიდა. რასი? გამიდი შეკინა აბა რა თქმა უნდა. იო რა მაგის პასუხია და ზაურა სადაა რომ ვერ ვხედავთ მაგან უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ვეღარ თამადობს. რა დააშავა მე ჯობნა 50 გრამი ღვინო ჩატოვა განსხვავებულში. და თამადობის სერტიფიკატი ჩამოართვეს. ეს რატოა თამადები? თამად კავშირიდანაც გაუშვიათ მაგ თამად კავშირი რა არის? რა მე რა არის თამად კავშირი რა და თამადების კავშირი მაგას თურმე მაგას ადრეც ქონია პატარა რაღაც შეცდომა. მერიკ კავშირის ივენცეთ ჩაუტოვებია ჭიქაში და ისინიც უჩივიან. მერიკ კავშირი რა არის? რა იყო მე შენ მერიკი და კავშირი რა სიკვდილი დეგევა და დაგავისდა არა არა ისი ეს შეყარებული რომ გადაშტერებული დადის მე კიდე გაიჯგვაზია მოიცადე და რატო არ მოყვა? სოლად რატო არ მოყვა? ღვინის და არაყის სუნსვერი ტანს ისა. ო და ფრანგულს უნდა მოსა როსა მე იჟოგას მაძლევს. ამიტომ უნდა უსმინო გამოსილებს. რამდენჯერ იწყე ჯერ ადიკალონებით დაიწყე. და მიეჩვე. კაი ხარ მიდა ესე რომელი ვთამადობთ ახლა? რა გადაწყდა? რას მეკიდა ხარ მეთქე? რა ნამუსით გებით თამადად როცა მე აქ ვარ ვერ გავიგე მარ და ბოლოს ასე ატე რომ კადრულობ. ვიღავი გასო. ის არ არის პრობლემა. ვიღავი ძმაო რა. რა პრობლემა? მიდა ბატონი. ო მოგაი მაშინ მე ვიქნები რა პრობლემაა ვინოსში? როგორ ეშე? ერთხელ თხოვდა გაჩერდა. აბა მინიმუმ ერთი სამჯერ მაინც უნდა შემეხვეწოთ კაცო. არი გადაყვები კიდოზე სამჯერ არ უნდა ეხა ამას ბევრი ლაპარაკი აგერა ვართ ყველანი აგერ არის მაყურებელი ვიმღეროთ ვინც ყველაზე კარგად გამოიჩენს თავს ის იქნება თამადა ვიმღერო ჩვენი სასმელია ჩვენება სუფრისაო ვინ რა იცის რა ძნელია გამოთრობა სტუმრისაო ალა ვერი მე ვარ შენთანა ხანძის მის დროს რა ძნელია შეგავება სუნთხვისაო სავსეთა სითბლოზე ქვეყანა სადღეგრძელო უნდა შევსვა გადავიდე სანამ თამადობა დავთმო არავდგან ჩემთენს გვერდი ჩიკა ჯამი ხანცი ჩემთანა სულ ექცევა და გადრეგრძელებთ
ხალხი როცა დაითორება ფაქტობრივად სუფარა მორჩა დაშლა არა მოშლისა დალიე გაიდები ბეჭზე ხონჩა გოჭისა თავი დადედა ჩემათანა თუ ქეიფი არა არიე არ გადეხე ღვინის ტოჩა კაციც შეხარა მოდი ჩვენათანა ყველა უნდა მომისმინოს ასეთია დავალება თუ კი აღარ შეგიძლია მე არ ვიცი დაძალება მართალი რომ ვიყო ღმერთთანა თამადობა რაცნელია მეორე დღეს პახმელია ხაში ჭაჭა მიწყოთ ჩემთანა ალა ვერც გადამოვალა თქვენათანა მოკლედ სანამ სტუმარს წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ესე იგი 7 თებერვლიდან იხსნება პაატაგურიაშვილის კომედიის თეატრი და ესე იგი ბილეთები ისეთი სისწრაფით იყიდება აი რა გითხრათ 27 თებერვლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ იჩქარეთ და ჩვენც ნუ გვანერვიულებთ და პირდაპირ მიხედეთ საქმეს იმიტომ რომ აღარ დარჩება უკვე ლაპარაკობ და შეიძლება აღარც არის კი ბატონო გეთანხმებით ჩემო პააწამ და აქვე მინდა შეგახსენოთ რომ შაბათს და კვირას კომედი არხზე საღამოს 8 საათზე უნდა უყუროთ მიხოს და მაროს ახალ სერიებს და ძალიან მაგარი სერიებია ახლა კი რაც შეეხება ჩვენ სტუმარს ჩემო ძვირფასებო როგორც მოგეხსენებათ საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი რომელსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს სამწუხაროდ ჩვენ მეც და პაატაც რას ვაკეთებთ აქ მე შეძლების დაგვარად როცა აღმოვაჩენთ ხოლმე მსგავს ადამიანს ვცდილობთ რომ თქვენ წარმოგიდგინოთ და მსგავსი ფაქტები გვაქვს და ის ადამიანები ძალიან შეიყვარა ჩვენმა საზოგადოებამ აღლაც ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელი გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენო ძვირფასებო კარგი კახელი კაცი ვინ იქნება ღირსეული ამა მაგრამ როგორ ზავადგინებე ჩემი კვლევები მაქვს და იბერული ფესვები აქვს ხო ძალიან კარგი ადამიანი გვინდა წარმოგიდგინოთ აგრონომი პროფესიით მაგრამ შეთავსებით მეორე პროფესიაც აქვს კარგი თამადა მართლა მაგარი და მომხიბლელი და მომნუსხველი და საოცრად მხიარული და აი ჩვენი შოუსთვის ისეთი არც დავფიქრებულ ვართ ესე იგი როდესაც გავიცანით ერთ-ერთ ვახშამზე ასე ვთქვათ და გაგვიშთა სურვილი რომ მე და ნიკოლოს რომ მოგვეწვია გადაცემაში იმიტომ რომ მოკლედ რატო იმიტომ თავად დარწმუნდებით ყველაფერში მოკლედ ასე გამოვაცხადო ხო ვალა სიმონიჩ ვარადაშვილი გახლავთ ჩვენი დღე აგრონომი თამადა ყველგან წასაყვანი. კი ბატონო. ადამიანებს ორი კატეგორია თავყოფ, ასაც წასაყვანებს და ყველგან წასაყვანებს და ყველგან წასაყვანი ვარ, ასად არ შეგარცხვენ. კი ბატონო, ჩვენ ახლა შენი მეორე პროფესიიდან გამომდინარე სათამადო ადგილას დაგსვით. მე სხვა ადგილზე არ სამჯდარ. ბალღობიდან. აი ეგე მოვდივარ. კი ბატონო, კი ბატონო. ანუ პირდაპირ დავიწყოთ, საქმეზე გადავიდეთ, ხო როდიდან იწყება? პირველი ნაბიჯები ახლა კახეთი ხო იცი? სტუმართ მოყვარე მხარელ, ხინიც, ტკივილის, თავის დროული და პირველი ნაბიჯები 4 წლისა ვიყავ. უბანში მარკიზო პაპაო მოგვიკვდა და ჩემ ბიძაშვილის ლებს. დიდი გოგოები იყვნენ ასაკი და თავმა ქალმა ჩამოურბინათ. როგორც თავი კაცი ისე თავი ქალი არსებობს და ჩამოურბინათ და უთხრათ ბალღებო, ყვავილები უნდა წაიღოთო. მე ტირილი დავიწყე. მეც გამაყოლეთ მე თქვი.
პაულებს ხარ დამაჭერინებდნენ და მარკიზო პაპას სურათი დამაჭერინეს 4 წლისას. და პირველი ნაბიჯები ასე ავიდგი ამ საქმეში. ხო. ოღონდ სურათი 80 წლისაგან 30 წლის ბიჭისა იყო რა, დაპატარებული სურათი გაპატარეს და ახალგაზრდა და აი ესე ნელ-ნელა ვიზდებოდი და მე უკვე 16 წლის საფაულის დაება და დავიწყე სახურავის. კუბოს სახურავის, იმიტომ მაშინ დეფიციტი იყო ეს, კატაპალკები არ იყო მაშინ და სახურავის მატარებლები ჭირდნენ და მე და ჩემს მაგათ დაგქონდა ხოლმე რა და მე უკვე 20 წლისაო გავიზარდე უკვე ხაშლამისტების კანდიდატიც გავხდი. კანდიდატობა ეგ პირდაპირ წელი ვერ ახდები რა. ვერა 6 წელი ვიყავ კანდიდატი. 6 წელი კანდიდატი ვიყავ. ეტაპებია გასავლელი. ეტაპი, აბა როგორც პარტიაში იყო ხოლმე გასავლელი. კომუნისტურ პარტიაში ვიყავდეთ, აი 6 წელი კანდიდატი ვიყავ და სხვათა შორის ცნობილი მაგარი კოლორიტი კაცი იყო, ვინც ამას ხელმძღვანელობდა, მეც სახელად გაიბაჩოვი იდგა და ერქვა და 20 წლისა ვიყავ, როცა მითხრა გვერდზე ვეჯექი. სიმონით შენი თებში და პატარა ბოჭოლა აიწყობაო. ანუ ეს იმას ანიშნავდა უკვე ხაშლამისტების კანდიდატი ხარ. აი ესე ავიდგი ეს ნაბიჯები და მივყევი და უკვე დამაწინაურე სამ საქმეშიას და უკვე სასახლეების წაღებაში ვეხმარებოდი რა. ეს რომელი წლებია? ეს 2004-5 წლებია და უკვე სასახლეების წაღებაში ვეხმარებოდი, მაგრამ აი ცოდო იცოდის ვიყავი პარადა. კიბიდაო ჩამოქონდა ხო მე დაბალი ვიყავ სუწინ ვიდექი ხოლმე. კიბიდაო დევეშვებოდით ხოლმე ზაფხუშეს გამღვანლი გაღობილი ყინულები ეს წვენი ამე სუკისეში ჩამდიოდა ხოლმე. მაშინ ეგეთი შეგული სასახლეები აიღო, აი მაშინ ვიყავ ხოლმე ცოდო ყველაფერი მისველდებოდა ხოლმე. ისე სნობისათვის ერთი მეზობელი მომიკვდა მეხი დეეცა, მეხი ჭექა ქუხილის დროს მეხი დეეცა და ამ ქალბატონმა რომელმაც ვასაფროეთ მიწა უნდა მიგვეყარა ნაკუთხი მიწაო მიაყარა იქ და ატია ჩემო დავით ჭექა ქუხილ მანდმა იწევი და შულოვო ისე ჩათაშეში ავიდა იცი თქვა პირველად როდესაც შევხვდით რა ვალა სიმონიც კახური აქცენტით რა თქმა უნდა მივხვდი რომ კახელე და აი ცოტა ისეთი ფრთხილად ვიკითხე რომელი კუთხიდან არის მეთქი რომ ხო იცი ხა თელაველების და გურჯანის ამბავი და მეთქი როგორ გადავდგა ეხა მოწვევა მინდა გადაცემაში და გურჯანელი თუ არის მეთქი აი მაინც რაღაცა მაგრამ არა უშავს თქო მაგრამ რო თქვა რომ არა გენაცვალე ყვარლი და ნავარო ესენი ხო იცი როგორი ამბა როგორ არის შენ თვითონ რომ მოყევი თელავსა და გურჯანაშოვის ჩვენ გენაცვალე ორივე რაიონი გვიყვას ორივე ხალხი გვიყვას და 10 მწვავთ 10 ჩამფურს რა ყოველს ეგეთი ფუნქცია გვაქვს ბალანსი გვაქვს დაჭერილი ბალანსი ესე იგი შენ იმის გარდა რომ შენი ბევრ პურმაელებზე ხარ დაპატიჟებული და სულ შენ ახარ ესა თქვა თამა და ისიც ვიცი მე რომ შენი ინიციატივითაც აწყობ ხოლმე პურმაელებს ასე განსაკუთრებით გიყვარს ძალიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პატივისცემა და აი თიკა ისტორია გაქვს მაგას ისტორია სუფრა აბა კახელკა სუფრა უყავს რა გამოვა არაფერი სახში უნდა გიყვარდე ჯერ სახში უნდა გიყვარდე მე სხვაგან უნდა გიყვარდე იბათ მართალი იგე პატარა იმას გავაკეთებ ჩვენმა ბონდუექიმა იცის ხოლმე იმ დღეს იძახი სუფრაზე ჩემი ნიკა და ჩემი ვალა სიმონიჩი გულით არ დაიღუპებიანო მაგათ პულზე თითი მაგ დადებულიო მე ნიკამ უთხრა ღვიძლის ექიმიც გვინახება გულით კი არ მოკვდება ღვიძლები დაგვიდიდეო ეგენაცვალე კი ბატონო 2005 წელია და დაგვავალეს რომ ვეტერანებისთვის პატარა სუფრა გავგეკეთებინა კოლორიტი ხალხი იყვნენ შემოჩენილები და ერთი მაგარი კაცი ყავდა სანამ იქაფებოდა ხაშლამა იდგა ცეცხლზე სანამ გამზადებოდა ეს დუდულა პაპა ოსიაშვილი იდგა და გვიყვებოდა ფრონტის ამბებს აი ფაშისტებიო გავაბუნეთო და უკვე უკრაინასო ცდებოდითო იქ ბოლო საზღვართან ერთ სოფელშიო ერთქალ შეუყვარდიო და ძალიან აქვს და ძალიან აქვს გროდა და ყოველ საღამო ჩემ საპატივსაცემოდ ხინკას აკეთებდაო ჩემ ხები ავიჩეჩე დგაც ამ ხოც სადიყო ამ ხოცი გასატარებელი მაგადა და არკინკალი აიწოდა ხო და
გეგვეცინა რა გაცინებთო აი როგორც კოხიან არჩილაი ფეხებიო აი მხელა ხინკლებ მიკეთებდაო და რო შევხედეთ ამ კოხიან არჩილაი 46-ობა ფეხი ქონდა ხელა გიგალიო ეხლა სამკუთხა ბარათის წამოღება დამავიწყდა მომავალ შეხვედრაზე წამოვიღებ ეს ისტორია ჩემს სოფელში ძალიან ლამაზად გულიანად ნათქვამი ისტორია ერთი თუში გიორგი ყავდა ზესიეთ იყო მოსული კაცი და შენ რომელი სოფლიდან გავაზი ულამაზესი ყვარლის რაიონი ჩემ გენაცვალე ჩემო ყვარლელებო ჩემო გავაზელებო და გულმართალო კახელებო თქვენ გენაცვალოთ თქვენი ვალასი მონიჭი და თუში გიორგი მეჯინიბე კაცი იყო ეხლა კოლმეუნეობას მაშინ ცხენები ყავდათ და დიდი სამამულო ომიო დაიწყო 3 თვის ფეხსიმე დატოვა მეუღლე აი ბლისკულკასავით აქონა მუცელი გაბეილი ბლისკულკავი ჩავდა თემევალში პოსტალიონმა სტალინგრადის ბრძოლაში წელი ჩაუგდო ოჯახიდან არიო გახსნა და ცოლი ახსენებდა უხსნიდა სიყვარულს დაეუბნებოდა ბიჭი გვეყოლაო ბიჭიო რა დავარქვათო და ბალღი ოითო უსახელო იყო სანამ მამამ აქედან პასუხი გაუგზავნა და ოითი შემდეგ პავლე დაარქვეს ისდებოდა პავლე ლამაზდებოდა სიყვარული ზდიდა ქალბატონი და ბოლოს პავლეო უკვე ძუძუს წოვა გადაეჩვია წერილით ამცნო თავის უსაყვარლეს მეუღლეს იცი გიორგი პავლე ძუძუს აღარ აწოვსო ამ დროს ვინმე მოროზოვი ვერძე უზის აკოფში ტყვია-ტყვიაზე მოდის და პოზიცია დაუკავა ჩაჯდა აკოფში საგვისორო ღირს აი ზუსტად გახსნა კბილებით წერილი და კითხულობს ოს სიტყვას გიორგი პავლე ძუძუს აღარ აწოვსო ყურიდან ფანქარი გამაიღო ენისტრეზე დაასველა ამუატრიალა და დააწერა თაგვისორო მილიონი ღირს ამ ჩემ აღარ აწოვსენი პატრონი დედა გამოგზავნა ეს წერილი რომელიც ოჯახში ინახებოდა და ეს ამბავი ერთი ამდენიმე წლის წინ ჩვენს მეზობელ რაიონში გურჯაანში ერთ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე მოვღვევი და სულელამ გაიცინა სულელამ ეხლა მეც მხატვრულად გავალამაზე ყურიდან ფანქარი მეთქვი და ფრონტავიკი პაპა იჯდა სუფრის ბოლოზე დაწყნავდა ხალხი ემოციებისაგან შამომხედა და დამიძახა შეშობელ ძაღლო ყურში ფანქარია დიქტი გამყოლები ვიყავით ფრონტზე ფანქარია უნდა და შეშობელ ძაღლო ჯოკერი გადაგირთხა ჯოკერი აგომში ფანქარს გაუღურს მელან კალამზე ხوار დავიწყებდი აი ასე ვიქცავიდა და ხუვიდა ფანქარი მე გონდა კაი გამოვიდო მიიღე კახური გინება ო და მიიღე კახური ვალაბატონო რავიდა ეს ახლა ობისაბები მოყევით ისე დავიწყეთ ახლა რაღაც ხელახლა ქორწილებიც ხوارი ო აუ ქორწილები საუკეთესო ქორწილები საუკეთესოები დედოფალი ვადარძალი სიძე ამბავი ქორწილებისა ბევრი ისტორია გვაქვს მაგრამ მეც დავიწყებ მაინც სიმწლებიდან მოვდებ და მომავალ მოსვლაზე უკვე აქეთ 21 საუკუნისებს მოყვები ხომ ეხლა ჩემი 20 საუკუნისა 90-იანი წლები აი ეს 95 წლის ოქტომბერია ლავი აი ერთი კვირის შემოსული რა და მეზობელ სოფელში ჯავიდან ნადიბაიძის მინისტრობის პერიოდია ჯავიდან კაცი ჩამოვიდა მოიხადა 2 წლიანი ვალდებულება და ოჯახში დასვა საკითხი ძმა ყავდა პატარა ძმა ცოლი მინდაო ცოლი უნდა მოვიყვანოთო გაიკითხეს სოფელში მაგრამ ისეთი გაჭირებული ოჯახი შვილი იყო აი ქალი აათხოვა მოდი გაღმა გავიდეთო რა ალაზენ გაღმა გავიდეთო და გაიკითხეს იქაც და მივიდნენ გაღმა ამ პატარა ძმამ კათვები ყავდა გოჭები ყავდა გაყიდაო ბენზინი ჩაესხათ ბამბანეკა ეყიდა და წავიდნენ გოგო დაახვედეს ანგელოზივით ულამაზესი მაგრამ ვერ დავაფიქსიეთ ფოტოაპარატი არ აქვს და მაშინ ტელეფონები არ იყო და მომავალ გვიას ნიშნობა გადაწყვიტეს ოჯახმა და ამ აქეთ ამხარემ და რომ მივიდნენ ვაიმე თავ უბედურო ქალი შეუცვალეს სხვა და ამ დიდ ბატონმა ფეხები გაფშიკა
ეს ქალი არ არის ის მაიყვანეთ ვინც იყო ოჯახი უმტკიცებს ეს არისო ეს ქალი იყო ვინც განახეთო გამოვიდა გარეთ უნდა წამოვიდეს და პატარა ძმა გამოხვა შენგენა ცვალეო თავნუ მამა კოლეინებ მიამხელა ზარალ ვინამინას გაუებსო გოჭები და შენი გულით გოჭები გავყიდე ქათმები გავყიდე ბეჭედი მეყინა და ამ ზარალს ნუ ამ ვინამინას გაუებსო მე ხვალე ხვაზევი სხვაგან ვეღარ მიგიყვანო და ამ გოგომაცო შეატყო ცოტა ოჭოფობენ უთხრათ ჯუისწერის გარეშე არ გამოყვებითო და მომავალ შაბათისთვის დაანონსეს ჯუისწერა მღვდელი გააფრთხილეს ჩასვეს წითელი ადინაცეთი იყო აიყვანეს სალოცავში და პატა აქ ჩამოფარებული მეჯვარე ყავს ამ ბიჭსაც თავისი ძმაკაცი ყავს მეჯვარე და მამაო მოვჩა დაწერა ჯვარი და მოვჩა ამ ჯუისწერას და მეჯვარემა კითხა რამდენი გადაგიხადოთ მამაო ამ ჯუისწერაშიო და მამაოც ენა მოსებული იყო და რამდენიც პატარძალი გიგით შვილო ჩემო ამა გადაგეცა 20 ლარიანი 10 ლარიანი 5 ლარიანი 2 ლარიანი და ფიოსმან დახატული 1 ლარიანი მიაწოდა მამაომ ციგნის ქვეშ ამოდო ეს ლარიანი და უთხრა შვილო ჩემო თქვენის ნებართვით პატას ავხდიო პატასო ახადე მამაო და უახადა პატა უთხრა ჯერა წახვიდეთ 40 კაპიკი ხუდა გეკოთი ჩვეწოთი საიდან მაიყვანეთ ენი საიდან მაიყვანეთ კაგია სამნახებ ხუდი წამოვედით იქიდან კახეთი ძალიან ცნობილია ჭიდაობით შეჯიბრებები იმართება ხოლმე ცხვარზე 20-ზე კი და მაკეთ რაიონში განსაკუთრებით ხო წლებია ვათამაშებ ცხვარს ჩემი გარდაცული მეგობარი სამაჩაბლოში დაღუპული გელა მებაღიშვილი მის სახელზე ყოველ წელიწად ჩვენს დღეობაში ერთი საკლავი ყოველთვის თამაშდება და ეხლა სხვისა აგითხა ყველა ყვება ეხლა თავიანთ ჭიდაობის ამბებს რომ მე ჩემსაც მოყვები მამაჩემი წეს დღეობების მოჭიდავე იყო გპ-ის ჩემპიონი იყო გპ-ი ქონა მამაჩემი დამთავრებული და ჩვენ სახლის წინ იყო საჭიდაო დარბაზი და ერთხელ ოჯახში დასვა საკითხიო ბავშვიო ცოტა სუსტიაო ისე სანამ სკოლას დავამთავრებდით ცნობისათვის ბებიაჩემი ქარიანამი ჩაიმიშვებდა ხოლმე ქარი ამოვარდებოდა გარეთ ამიშვებდნენ ხოლმე ისე სუსტი ვიყავო ქარსადმე აგევეთაცე რა და ჭიდაობაზე იქნება ცოტა გაძლიერდეს მაგაჟდესო რა და ვავი ახლა ერთად ვიღეს გადაწყვეტილება და კი ბატონო მივიყვანდა თუ და იქვე სახლიდან გადავდიოდი ხოლმე გზარი იყო და მოვაჯიშებდნენ და მამაჩემი ოჯე გაფრინდა პეტერ მოსკოვში ისა ლენინგრადში იმის გულისო ფორმა ჩამოეტანა ჩემთვის ეთქვა მიზეზი ქონდა ეხა მე მიზეზი სამთავი მოვაჯიშე და გაზაფხულზე ეხლა პირველი შედეგები დღეობაში უნდა ნახო დღეობაში ჩვენ ეს დღეობები იმართება დღეობაში უნდა გაგიყვანოს მასწავლებელმაც ეს მოჭიდავეები თავის სასწავი და საუკეთესო ფორმა, საუკეთესო ჩანთით, საუკეთესო სპორტულებით მე და მამაჩემი მივედით ჩვენს დღეობაში. მომიწია ჩემი წონა გამოაცხადეს და შემახვედეს ერთ კარგ მოჭიდავე ბალღ და საუკეთესო ფორმაში იყო და როგორც მივედი ხელი ჩაუმართვა, იქვე დამახეთქა. იქვე საჯის ფეხებთან და საჯმა მამაჩემს გახედა, მამაჩემა შუბლი შეიგრა და საჯმა გაფრთხილება მიცა. ჯებალ გამარჯობა უთქვია, შეშობე ძაღლო, ასე ჭიდავებიო და პირველივე გაფრთხილება აიგიდა და ჩასტვინა გავედით მეორე შეხვედრაზე და აი ო წამომიღვა რა. აც მოხილა პირდაპირ აიდავე დამახეთქა. ვერც გავიგე საითამ ხაესელა ჩემი დასაცმელი ან მამაჩემი საითიჭდა რა. წელი ძლივს ავითრია და მე ვხედავ რომ საჯი მამაჩემს უყურებს და მამაჩემის შუბლის შეგოვლი დავინახე და მივხვდი რომ საცანიშნაო სუფთა არ არისო და საჯმაც ორი ქულა მისცა. ეხლა ავდექი გავიფერთხე წელი ძლივ ავითრია და ეს ბიჭი მოვიდა უნდა დემეჭიდოს და ყურში ჩამჩურჩულა. მიხვდა იმ სიტუაციას რომ საჯი მამაჩემს უყურებდა და ეკაცი ვინ არის შენიო ყურში ჩამჩურჩულა და მე უთხრა მამაჩემი ამე თქვი და ხის ძირშიო დგა ის არის მამა შენიო და ხო მე თქვი და კაიო და გამიხარდა მე თქვი ანგაიში გაუწევს მამაჩემი ხო იცნო მამაჩემი იცნო მე თქვი და ანგაიში გაუწევს და აი თავიო დამადებიდან ნახეხზე სამი გულგი გამაკეთებინა ეგე მამაჩემი წინ ამატავებ ჩამატავებ სამი გულგი და
ეთყობა თვითონაც დაიღალა და ბოლო მეოთხე კრუგზე მიმიყვანა ნახევარი კრუგი გააკეთა თავი დამადებინა და 18 წამი გამაჩერა ეგ თავდადებული მამაცელი ფეხებთან და მე კიდე ფეხები ვიქნებ რა ბოლოს დაიღალა გამიშვა ხელი და ზღართანი გავადინეთ რა დადუმდა დაებაზი ხმის ამომღები არავინ აიყვეხლა არავის არ ესიამოვნა ეს ამბავი და იქნაო წამოვეთ მე და მამაჩემი წინმიდის უკან მე მოვდევ აი უძინართან მზეში მამაშვილი ციხიდან გამოვდნენ აი ეგ მოვდივართ მე და მამაჩემი ჭიშკართავო მოვედით სახლის კარებთავო მოვედით მამაჩემი გაჩერდა და შემომხედა მე მითხრა შვილო სადარ მიჭიდავია რაილეთი არ ჩამიტავებიაო მომიგია კიდე წამიგია მაგრამ აი თავიო დაგადებინა ფეხებო ეგ იქნებდი ეგ რაილეთი იყო ერთი ეგ ვაი სიბერ შამიხსენდი ეგ რაილეთი იყო და მე უთხრა მამი ტრაექტორია ვიწავდი მე იქ დაიმ სხვა ჩემი ოცნებელი რა და სპორტ ჩამომაწევ ალა სიმონიჩ კაი კაცი ხარ ესე იგი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი ამ ხელაგზაზე მოკითხვა მთელ კახეთს ახლა მე გურჯანზე კი ვხურობ ხოლმე თორემ გიждები ძალიან მიყვარს კახეთი თავის გურჯანიდან თელავი და ყველა სიუგომბოვის კალთებიდან დანახული ჩემი ულამაზესი კახეთია საუკეთესო ამით თანაკუთხე არ არსებობს ამით თანაკუთხე მოდი პატარა იმას ვიტყვი 2017 წელს მომიწია პირველად ქვეყნის დატოვება მანამდე თვითმფრინავში ავიღავ დაჯდომი და ესეც ჩვენი ძიუდოისტები პარიზის გრან-სლემზე გაფრინდნენ იქ წავედი წამიყვანეს დამპატიჟეს და აი 7 ღამე თეთრად გავათენე ჩემი გავაზი მენატრებოდა ჩემი ყვაველი ჩემი კახეთი მარტო იმას ვიძახოდი ჩემს ალაზნის ჭალებში გამატარე აი მინდა ამათი ეიფელის კოშკი მე 7 დღესო გამოვფრინდით კიევში გააკეთა პერესატკა თვითმფრინავმა და ზღვით შემოვიდა შავი ზღვით შემოვიდა და აი პავაროტი რო გააკეთა ქობულეთში და ფანჯრიდან გადავიხედე სახლები გამოჩნდა მუხლებში იგეთმა ძალამ დამბერა გეგონება ბაკუ ჭრიპავოჩი შემოვწული ხალხები და მაშინ მივხვდიო ჩემი მიწაწყალა არ უნდა დავანებო კარგია ყველაფერთან ერთად არაჩვეულებრივ ლექსებს ამობდა არაჩვეულებრივად კითხულობდა ლევანდელი შენი სტუმრობა ეხლა ესეც ხო იღბალია და ბედია რომ შენი მიმართულების თამადის პროფესიის კაც ქსოლებთან ერთად ისუათი იქნება გენაცვალე ჩემი მეგობრები არიან და ატარა გაგიფორმებენ ბიჭები აუცილებლად სანამ გაფორმებას დავიწყე მე ლექსი არასოდეს სადღეგრძელოს გარეშე აი მითქვია იგი ეჭიქაღვინო რა მიგრძალავენ სამსახურში კაი მაშინ ისე ვიტყვი ისე რომ დაიჭირო წყლიანი არ გამოვა აი ეხლა ქრისტე ხუაევა წყალი ღვინოთ ვაქცია მაშინ ასე დავიწყებ ჩემი საყვარელი სადღეგრძელოთი ჩემი კახეთის სადღეგრძელოს საუბრობდი ასე 80% საქართველოზე მთელი როცა მოდიოდა ჩემი კახეთიდან იწყებდა მიწაწყლის საუხრებას შახაბას მეოემ 100,000 სპარსელი გამოგზავნა კახეთის სასაუხრებლად თეიმურაზ პირველმა 10,000 კაცს ძლივმო უყარა თავი 10,000 კაცს და აი ალაზნი გაღმა ჩუმლაყი ბოლუებზე ეხლა მაცივები ვაქვთ რა ბიჭებ იქ გაიმართა ბრძოლა გაიმართა საშინელი და ერთი კვირა გაგრძელდა ეს ბრძოლა და 10,000-მა კახელმა 100,000 სპარს დედა უდია ერთი კოჭლი და ბრუციანი მოენეთ დატოვეს შესვეც ხენზე და იანში გაგზავნეს შახაბასისთვის ეს ამბავი ემცნო ერთი თვის შემდეგ ჩავიდა ეს კოჭლი და ბრუციანი და მუხლი მოიყარა შახის დარბაზში უთხრა დიდო მეფეო დედა ესო ვინა შვილო კახელებმაო რამდენი იყვნენ 10,000-იო მე თქვენ შობეძაღლებო თქვენ 100,000 იყავი და 10,000 როგორ მოგერიათო არ ვიცი დიდო მეფეო როგორც გავარგვიეო რაღაცა ხილი მოდისო შემოდგომაზე ჭამენო რასაც ვეღარა ჭამენო ჭყლეტავენ წურავენ და 6 თვის შემდეგ ასვავენო ბძოლის წინ ერთ დოქსა სვავენ და გიჟები ვით გამოდიან და სუ აქ ჩეხეს და დაგხოცესო
ალაზანი გააწითლე ჩვენი ხალხითო. ხო და შახაბასმა სტოუები გამოგზავნა. 6 თვიანი კვლევის შემდეგ დასკვნა ჩაუტანეს. ეს ვაზიაო, ვაზი, რომელიც ხელმეორედ გამოგზავნა 100,000 კაცი და ჩემა წინაპრებმა აკვნებთან ერთად მთაში ვაზის კვირტიც აიტანეს, ჩვენი ჯიში და გენიო გადაერჩინათ. ვაზის საჩეხვა დაიწყეს და მოდი ჩვენი ჯიშის, ჩვენი გენის ადღეგრძელო, ჩემი კახეთიდან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ინახავთ სადმე ასეთი ზეცა. ლაჟვად ფეებში ელვა ჩაქსული. ხაე ბაღნაი უხვი ამაყი, ბუმბეას მთები თაბჯა ასხმული. მზეზე ელვაე წყარო თაჩქევი, კლდეზე კიდუი თეთრი აშები. მოლა ღულის ხმა ხოხობ გნიასი, ნაკადულების მძლავრი მარშები. სუნელოვანი მიწის ღიმილი, გუთნის დედის გამძივათ ასხმული, ღვთისმშობლის წილი 60 ტკბილი, ვაზის მწყალები დალალ დაწნული. ალას ნისმია ხოდა ბუნები, ჭალების თევრიცაში აწუდილი, ბუნების ხელით მკაცრა და ნაჭედი, ზღაპრის გმირი წელში გაშლილი. ცივ გომბოიდან გადმოგიხედავთ, მოდი და ნახეთ მე იცანით, აქ დაიბადა ერის მესაჭე სულიად, ქართლის მზესაფიცარი, ვინც აღესულა მოწამის ხვედრით, მომხდუს ებძოდა გონებით ბძნულად, ვინც ასახელა მამული ჩემი და ერის წყლული მიიღო წყლულად. გინახავთ დღემდე ილიას კოშკი, ყვავლის კალთებზე ძეგლად დადგმული, დუჯის გმინვაშ ფოთვა გუგუნი, თავისუფლების სიმნით თანთქმული. იქნებ შუამთაც არ გინახიათ, 10 ეკლესიაცა გაეჭი, საოცრებათა დიდი სამეფოს ლამაზი მიწის მწიე ნაგლეჯი. იქნებ წინანდას არცა ყოფილხართ, გინახავთ სახლი კეთილ-ნაკეთი, ედემი, სადაც დღესაც ბატონობს ბარათაშვილი სევდის ნაფლერთი. პატარა კახის ხმალი თუ ნახეთ, შარავანდედი გასწრო მატყვია, ლაქები დღესაც არ შეშრობია, კოხტა ბელადის სისხლი ატყვია. თქვენაც კახური მთველი გინახავთ, საწნახებელში ბიჭთა დავლული, მაჭის ჩუქჩუხი ცხელი თათარა, ჩურჩხელა მწვადი და ვახტანგური. კახური ღვინო დაგილევიათ, მას მსოფლიოში არ ყავს ბადალი, ქართული ვაზის დედა სამშობლო ამ კუთხეშია მხოლოდ აქარი. ვიცი წალკოტი ჯერა გინახავთ, მოდი და ნახეთ საით წახვედით, მუხის ფესვიდან, ამონახეთ კი ნახეთ, კახეთი ჩემი კახეთი. მხარი ალალი, მხარი ზვიადი, ბევრის მომსე და ბევრის მნახველი, მიამაყება მისი შვილი ვარ, მიამაყება რომ ვარ კახელი თქვენ გენაცვალე. არაჩვეულებრივი სტუმარი იყო ნიკოლოზ ბიჭებო. ნამდვილად მე დარწმუნებული ალალი კაიკას. ჩვენი ტელემაყურებლები დაგვეთანხმებიან ამ ყველაფერში. კი ბატონო, ჩვენი ახალი სეზონზე ერთი კარგი ამბავი არ გაგვიკეთებია, ჯერ რითაც პრინციპში განთქმულია ჩვენი გადაცემა. რომ ვიცოდით ხოლმე. კი ბატონო. ჩემო გიორგი, პრემიერა არ ყოფილა შენი ახალი სიმღერის ამ სეზონზე და მე როგორც იცი ძალიან მაგარი სიმღერა გაკეთებული. ისეთი სიმღერა, რომელიც წლების მანძილზე მღეროდა მთელი საქართველო. კი, ეხაც მღერია და აქტუალურია. რაშია საქმე? ამ სიმღერით მინდა პირველ რიგში ჩემს სურამს მოვეფერო. მოვეფეროთ სურამს და ვასკას ეს ასე ჩემო ბატონო. ვერ შეეგუე, ხო? ვერ შეეგუე. ჩემს ვასკას და ჩემს სურამს მინდა მოვეფერო, მაგრამ ეს სიმღერა ანებიურებულები ვართ მისი ნაზუქები. ხო, რა თქმა უნდა. ერთიც არ მოუტანია რო იცოდეთ. მე ფაიტონე ხა ყველა ვიცით ეს სიმღერა, ჩვენი ვერსიით გავაკეთეთ და რა ვიცი, მე მგონი კარგი გამოვიდა და ჩემს სურამს და თლიანად საქართველოს მოვეფეროთ. და მე ვფიქრობ ახალი ქარიშხალი წამოვა ამ სიმღერით ახლებული ვერსიით, იმიტომ რომ მართლა რა ვიცი ხა ყველა ვიცის ალბათ ეს სიმღერა ესეთი პოპულარული სიმღერა და საინტერესო იქნება თქვენი ვერსია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარგი გამოსული იყო და მარიკა კაცარავა სტუდიაში ჩაიწერა ეს სიმღერა და დიდი მადლობა მარიკას. მადლობა მარიკას. და დიდი მადლობა თქვენ თავში, იმიტომ რომ ზუსტად ასე. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი იქნება და დავტოვოთ გიორგი. ბურთი დამოედანი. ბურთი დამოედანთან ერთად და ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს. დღეისათვის სულ ეს იყო
მერწმუნეთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხიარულება და სიამოვნება მოგანიჭოთ. შევხვდებით მომავალ ხუთშაბათ რუსთავი 2-ზე აქ. რაც შეეხება კომედიას, შაბათ-კვირას მიხოდამაროს ახალი სერიები. დროებით. კარგად. Egevambar shitevzi